და ადგილი არის ავირჩი ერთი და მოვიძულე მეორე. ეს ახლა თქმაში მეორდება ბევრჯერ და პავლეს წერილებიდან არის რომ სარგებლობს ეს ეგრეთ წოდებული გამორჩევის თეორიის, გამორჩევა ქართულად პრედაპრეძელენია, წინასწარო განსაზღვრულია და დამთავრებულია ყველაფერი, წინდაწინო და არაფერი არ ეშველება. ძალიან მარტივად ქართულად რო ვთქვა. ესე იგი, ლაპარაკი არის რაზე, რომ ეს წინდაწინ, ესე იგი, გამორჩეული არის იაკობი დაბადებიდანვე კი არა, საერთოდ მოიაზრებოდა გონების ღმერთის თავში ერთი ასეთად და მეორე ისეთად. მაშინ აქ მოდის ესეთი კითხვა. ეს თეოლოგიური კითხვა არის და რატომ? ღვთისმეტყველება სწავლობს თეოლოგია და ღვთისმეტყველების საგანი არის ბიბლია. მასალა და ამაზე დაშენებული შენობები და ამ ბიბლიაზე ძალიან ბევრი შენობა ისეთი წამოიმართა, რომელმაც ცოტა ხნით გაცელო. და არიან თეორიები, რომლებიც ძლებენ, მაგრამ მაინც დაინგრევა ეს შენობები. ერთ-ერთი ასეთი შენობად ისევ ეს ყბადაღებული წინასწარ გამორჩევის თეორია, რომელიც ამით გადაკავებული არიან ძირითადად პროტესტანტული განშტოებები. აი ეს არ აინტერესებს კათოლიკებს, სხვა გადახრები აქვთ, მართლმადიდებლებს უფრო იქით კიდე გადმოხრები აქვთ, ეს ყველას თავისებური აქვს, ხომ? ამიტომ ამოცანა არის თქვენ რა პოზიცია ავირჩიოთ, როცა თქვენ მარტო რჩებით ბიბლიაში და თქვენ რა შენობას აშენებთ ბიბლიის კითხვის დროს. სახარებაში მათესთან გახსოვთ ქრისტე იძახის სახლის მშენებლობაზე, ასევე პავლე იძახის მშენებლობაზე ძალიან ისეთი ხაზგასმა არის და სამი ტიპის სახლი არის ქვიშაზე აშენებულიც. აი რომელი სახლი არის აშენებული ისეთი ბიბლიდან თქვენ რო კითხულობთ რწმენით ხომ თქვენ ხომ უნდა ააგოთ თქვენი შენობა მხოლოდ თქვენი ფანტაზიით არა და სიმბოლური ეს გამოთქმა რომ იცხოვრო დედამიწაზე. გარკვეული დროით არის მოცემული ეს და ხიზანი უნდა ვიყოთ ჩვენ. ამიტომ შენ ბიბლიიდან ისეთი რამე უნდა აიღო, თქვენ რწმენას წაადგეს. მე არ გამომადგება სხვისი, რომელმაც იმუშავა, თქვა კალვინი იქნება თუ რომელიმე, თქვა არმენი, ხომ, ეს იაკობი რო ერქვა არმენის თეორიები რო არის. მე ესენი მე ვერ მიშველის მაგათი ხაზი მოდის ეს ბრძოლა ხო ერთი რო აღიარებს, თქვა საქმეების გადარჩენაზე, მეორე წინასწარ არჩეულებაზე და გამუდმებული ღიჭი-ღიჭინი არის. ეს არაფრის მომცემი არის. თქვენც ამის გარკვეულ არაფერს არ მოგცემთ. ერთია თუ მეორე, იმიტომ რომ ერთანაც და მეორეთანაც ისეთი არგუმენტებია, რომ გაიფარჩხებით. იმათ კი ეშველებათ, მაგრამ შენ იქაც ლოგიკურად დალაგებულია ყველაფერი, რაც გარკვეული მაქვს მე, მეორესთანაც დალაგებულია ლოგიკურად. იმიტომ რომ ესენი ეყრდნობიან ბიბლიას. ეხლა ბიბლიის ზედაყრდნობილი კალვინი მე რაში მათგება. ამიტომ მე უნდა დავეყრდნო ბიბლიას ტექსტში და რაღაცნაირად უნდა გამიხსნას ღმერთმა, რაღაცნაირად კი არა, აუცილებლად უნდა გამიხსნას ჩემ წმენისთვის სასარგებლო, სულის ხსნისთვის სასარგებლო ტექსტი. თუ ესე არ გამიხსნა, სხვისი ეს თეორია მე არაფერს არ მომცემს. ეხლა დაუბრუნდეთ საკითხს. როგორ გავაგებინო ეხლა მე ეს პიროვნებას, რაც გავიგე მე. ყოველგვარი თეოლოგიური ლექსიკონის დახმარების გარეშე და ყოველგვარი რაღაცა ბუნდოვანი თეოლოგიური ტერმინების დახვევების გარეშე. ეს ვადასტურებ 1000-ნაირი იმიდან ამოკითხულიდანაც და მე ამ თემასაც რო უტრიალებდი, რომ გონებით მართლა ამას ვერ ახსნის ვერავინ. რა ხდება ეს და როგორ არის? უნდა ჩაგვაფიქროს ამ საკითხმა, მაგრამ ერთი კი პირადად მე ღრმად მწამს. ღმერთი არავის არ იჩევს საყვარლად და არავის არ იძულებს საძილულად. ყველა თანაბარია მისთვის. ეს მე რწმენით მაქვს მიღებული. ამიტომ როცა ეს აპრიორი რწმენა ასეთი მაქვს, სული წმინდის დახმარებით ლოგიკურადაც დამილაგებს ამას ისე რომ ჩემი დონის მოცემულობა რაც არის ჩემი გონებისა, იმის შესაძლებლობებში ჩამიჯინოს. სხვა მე არ მაინტერესებს არაფერი. ამიტომ ეს ცნუნებას აყოლილობა არის სატანიდან შემოგდებული, რომ დავტოვოთ ის სფეროები, რაც ჩვენთვის სასიცოცხლო და გავიდეთ უფრო და უფრო საზღვრებს იქით. როგორ უნდა გავიგოთ აბა ღმერთის საქმეები როგორ კეთდება? ჩვენ რატო უნდა მივიღოთ აპრიორი იმისა, რომ ამოიკითხა და გავიგეთ აი წინასწარ აირჩია ღმერთმეს და ძალიან პრიმიტიულად ყოფის დონეზე, დღევანდელი ცხოვრების დონეზე, ადამიანურ ეთიკურ დონეზე ესე მივიღეთ, რომ ღმერთს თურმე ერთი მოუძულებია და მეორე შეუყვარებია. არა, საქმე მანდ სხვაგან არის. და ინდივიდუალურად უნდა გაეცეს პასუხი, ზერელი არ არის საჭირო. ას თეორიების აგებაა საჭირო, იმიტომ რომ ამას მე სკოლები მოყვება, სკოლებს მე გადახრები მოყვება და ფაქტურად სატანისკენ მიდის ყველა. მთელი უბედურება მანდენან დაიწყო, ხო, ეგრეთ წოდებული ამბიციური თეოლოგიებისგან, რომ რაღაცა ორიგინალური უნდა თქვა, რაღაცა აღმოაჩინო, აღმოუჩენელი და ღმერთმა დაგვიდო საზღვარი. ამის იქით არ გახვიდეთ. სავსებით მოკლე ლოგიკური იმეებით უნდა დავსვათ ასეთი კითხვა. თუ ღმერთი წინდაწინვე ესე იგი ერთს დასაღუპავად აჩენს და მეორეს სახსნილად რატო აჩენს ერთს მაშინ დასაღუპავად? აი რატო ადამიდან დავიწყოთ და ბიბლიიდან გავცეთ პასუხი. აი ადამი და ევა ცოდვაში რო ჩავარდნილიყვნენ, გამორჩევის თეორია იქნებოდა? არა თქმა უნდა არა. აი ცოდვაში შემოვიდა სამყარო და წაავიდა გამორჩევის თეორიები. ჩვენ ვავიწყდები ერთი რამე, თავდაპირველად სრულყოფილი იყო გარემო, რომელიც
ღმერთმა შექმნა დედამიწა რო ქვია, სულ სხვა ეკოსისტემა იყო. ამაზეც უნდა ვიფიქროთ, ამაზეც რაღაცა წავიკითხოთ და ნუ უყურებთ ჩვენ ახლა დედამიწას, თითქოს აი ეს ეკოსისტემა იყო მაშინ. აბსოლუტურად სულ სხვა არის დღევანდელი. ფორმა კი შენარჩუნებულია, მაგრამ შინაარსი აღარ არის. მაგალითად, ჩვენ ზემოთ ცაზე აღარ გვაკრავს წყალი. მაშინ იყო თლიანად წყლის კამარა იყო, აი ესეთი აი როგორც გერმეტულად რაღაც აი თუ წარმოიდგენთ ესეთ რამე ჭერი მაგალითად რაღაც წყლის სავსე პარკებით მიაკრათ ჭერზე. და წყალი იყოს იმ პარკებში სილამაზის გულისთვის რაღაც ამდაგვარი გამიგეთ და უცებს რომ გასკდეს და წყალი წამოვიდეს. იზიცავს რაღაცას ხომ? დედამიწის ეს დღევანდელი ფორმა ეს იმით რომ აქვს თავისი სინათლეები, თავისი ეთერული რაღაცეები, და ეს რო გაქვს რაღაც აი ნაძვის ხის სათამაშოს რო გავს, იცი, ესე რო ტრიალებს კოსმოსიდან. თავდაპირველად ესეთი არ იყო. ესე იგი სრულყოფილი იყო ჩვენი ეკოსისტემა და თვე ადამიანები ასეთი არ იყო, ასეთი მოჭოჭმანე და გაუბედურებული და თლიანად რაც შეიძლებოდა მაქსიმალურად როგორიც შექმნა ღმერთმა ადამიანს, საუკეთესო უფრო პიროვნება იყო ადამიანი, ვიდრე დღევანდელი ადამიანია. ეს იყო პირდაპირ ღმერთთან მოლაპარაკე. არაფერი წაკითხული არ ქონდა და ცხოველებს სახელებს თვითონ არქმევს. მერე იმდენად ჭკვიანი იყო, რომ ყველა უჯერებს, ცხოველების და სულ ყველა. მას ექვემდებარებოდა ცხოველთა სამყაროც. და ცოდვა მასში არ იყო. ესე იგი გამორჩევის თეორია სად არის რომ? რომელი გამორჩევის თეორიაზეა ლაპარაკი? ცოდვას დაცემის შედეგად დაიწყო არეულობა. ამიტომ უნდა დავუბრუნდეთ ისევ თავში. დავუბრუნდეთ ღმერთის ინტელექტში. ღმერთი არის, აპირებს სამყაროს შექმნას. რას ფიქრობს ახლა ეს? არ იცის, რომ რა მოხდება, ცოდვათ რო დაეცემა ადამიანი? იცის. ჩვენ რო ყოფილიყავით და გვეთქვა რატო ქნი ღმერთო სამყაროს? რატო ქნი ადამიანს? არ იცი რომ ცოდვათ დაეცემა? ის გეტყვის ესეთ რამეს. მე ვიცი ყველაფერი. ამიტომ მან ისიც იცის რომ ადამიანის გაჩენა თვითონ ადამიანისთვის არის ძალიან სასიამოვნო პროცესი. რამეთო სიცოცხლე არის განცდა. თუ არ განიცადე სიცოცხლე და განცდა შემოდის გრძნობებით, ლაპარაკით იმით, ისე ზღაპარია მისი ესთეტიური აღქმა და ყველანაირი. თვით მორალური ღირებულებების ტარებაც ერთგვარ სიამოვნებას ანიჭებს ადამიანი, წარმოიდგენთ, როცა თქვენზე იძახენ კარგი ადამიანი ხარ. ელემენტარული, თქვათ, ისეც მაგალითი, რომ კარგი რამე ჩაიდინეთ, ხო სიამოვნებას განიჭებთ, რომ გაეცით რაღაცა, ცდა ჩაატარეთ, ვიღაცა მათხოვარს რაღაცა მიეცით, რაღაცნაირად კარგად მოდიხართ სახში. აი ეს ღირებულებები საიდან არის? ვინ ჩადო ეს, როგორ ჩადო? და ღმერთი ფიქრობდა ხო ამაზე? იცოდა მან თუ ადამიანს შექმნიდა, ან უნდა შეექმნა ისეთი რომ ეს ღირებულებები მას არ ქონოდა და თვითონ გართობილიყო ღმერთი ადამიანით. შექმნიდა ისეთ ადამიანს, რომელიც ადამიანს ვერ შეიმეცნებდა თავის ღირებულებებს, ვერ დატკბებოდა ცხოვრებით და სამაგეროდ ღმერთი გაერთობოდა ამ ადამიანთან. მოკლედ, ან რობოტი, ან ისეთი ადამიანი, რომელსაც არჩევანის უფლება ქონოდა და თვითონ აერჩია ეს. ამის წინაშე იქნებოდა ღმერთი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ორი ან უნდა შეექმნა ადამიანი და ძალიან ბევრი ტრაგედიაში უნდა შესულიყო და ჯოჯოხეთში, ან კიდე არა. რა ჯობდა? შეექმნა თუ არა? იმის შიშით ეხლა რომ ვიღაცა ცოდვას ჩაიჯენდა, მე რა დავაშავე? მე მაგალითად ვიქრო ხოლმე თქვი, გააჩინე სამყარო. მე შენთან ვარ. მე მსიამოვნებ სიცოცხლე. მე მინდა სიცოცხლე, არ მინდა არარაობა. ამიტომ რისკთან იყო დაკავშირებული ის და რისკიც გაიწია. გაჩნდა სამყარო, მაგრამ ღმერთი ამ სამყაროს არასოდეს არ მოშორებია. ცოდვად დაეცა ადამიანი, იცოდა, მაგრამ იქვე ღმერთმა გამომსყიდველი გეგმად შეიმუშავა. ახლა არ დარჩენია ესავს, რატო არ ეზიარებ და იღებ გამოსყიდვის და რა შაშია დამიწუნა ღმერთმა. ასე რომ გამორჩევის თეორია სატანიდან არის. ადამიანს უტოვებ იმას, ხელი ჩაიქნე და როგორ გავარკვიოთ ახლა ვინ აირჩია და ვინ არა. ძალიან მარტივად კი იძახიან, აი რა ღმერთი იწამე აგირჩია. ღმერთი წამს დღეს ყველას. ქვას ააგდებ თბილისელ მორწმუნეს ეცემა თავზე. ყველგან საცა უნდა იყოს. ასე რომ ესე არ არის, ესე პრიმიტიულად ესე არ არის. ასე რომ სამყაროზე გაჩენა ეს ულამაზესი რამეა და მადლობა ღმერთს რომ დაგვასწრო ამას, მოგვასწრო და მასთან გაგვაჩინეს ძალიან კარგი რამეა. რომ არ გავჩენილიყავით, მე არ წარმომიდგენი ეგ რა მდგომარეობა. მე არ მინდა ვიყო იმ მდგომარეობაში, როცა ვერაფერს ვერ შევიგრძნობ, ვერაფერს ვერ განვიცდი, სილამაზეს, სიყვარულს, კარგად ყოფნას. მთელი სიამოვნება არის ამის შეგრძნება. აი როგორც კი ავად გახდი, რომელიმე თქვენთაგანი, ხო დაიკარგა კარგი შეგრძნება. ხო ცუდია, ცუდად ყოფნა. ამიტომ უფრო ცუდია არარაობა. იმის თქმა რომ ცხოვრებაში რაღაც პრობლემა შეექმნა კაც და ნეტა არ გავჩენილიყავიო, ეს არის ღვთისგმობა. როგორ არ გაჩენილიყავი? რატომ არ უნდა გაჩენილიყავი? კარგი რამე გააკეთა ღმერთმა და შენ მოიცადე კაცო. ცოდვაშია მთელი სამყარო. ცოდვისა გამო აქტიურობს ყველაზე მეტად სატანა.
და ამ სამყაროში კიდევ სინათლეც არის დატოვებული და ის მოყვება კვალდაკვალ. თუ ის დაგტოვებდა, როგორც დეისტები იძახიან, ბედის ანაბარა, ცოდვის ანაბარა, მაშინ გასაგებია არჩევანის თეორია. მაგრამ თუ ღმერთი მონაწილეობს ჩვენში და არასოდეს არ მიუტევები ვართ, ეს გამორჩევის თეორია არის სისულელე. მაშინ ერთად აცხოვრობს ეს ხალხი ერთად და რატო ვართ ესე არეულები და გაზინთულები ყველა ერთად? არა, ყველა ერთმანეთს ეხმარება და არავინ არ იცის ადამიანი გულისხმობა ღმერთი როგორ მუშაობს. იმ ოჯახში, რომელსაც ისააკის ოჯახი ერქვა და ორი შვილი დაიბადა, ღმერთი იყო მასთან, მაგრამ რაღა ისავი კაცო, ისააკიც და რებეკაც კი მოიკოჭლებდნენ. მთელი უბედურება მათი ცალფეხზე სიარული იყო რწმენაში და რა თქმა უნდა ეს ესავს უფრო გაუმაგრდა ეს, როცა ერთ-ერთი თქვენთაგანი უკვე რწმენაში ვარდება, უფრო პოზიციები უმაგრდება შვილს და მაგარი ათეისტი ხდება. ან ეს არის ნაგულისხმები და ჩვენთვის ჭკუის სასწავლებელი. მე არანაირად ვერ გავიზიარებ არაფერი ჩემთვის ასიკე თუ არა აქვს იმ გამორჩევის თეორიებს და არანაირად არ ვიტყვი რომ მარტო მე გამომირჩია და დაიწუნა თქვათ რომელიმე არა. თანაბარარი ვარ ქრისტე გაეკრა ჯვარზე როგორც ჩემთვის ისე სხვა თუ მეტი ვიცი მე ამ საკითხში ეს არნიშნავს იმას რომ ვიღაცა დაწუნებული არის. თუ თქვენ ამას ესე არ მიიღებთ, თქვენი პრობლემა არის. ამიტომ ღმერთის საქმეებს ჩვენ ვერ გავიგებთ. იობი ამას კარგად გადმოსცემს, რომ სად ვიყავი მე, როცა სამყარო იქმნებოდა. ჩვენ არ ვიყავით მაშინ არც ადამი არ იყო, როცა იქმნებოდა სამყარო და ადამმა არც იცოდა, რომ სამყარო იყო მისთვის. ეს ყველაფერი რაც არის გაკეთებული, აი ამ ხელა რაღაცა ხილული საყვარს არის ადამიანისთვის. ღმერთს არაფერი არ ჭირდება. ღმერთს არ ჭირდება დედამისის ტრიალი, ცავ, ღმერთი გაძლევდა უჩვენოთ და იყო კიდევაც. თავდაპირველად, ესე იწყება ბიბლია, თავდაპირველად ღმერთმა სადადმე დააკვირა თავდაპირველად. ესე იგი თავდაპირველად ნიშნავს დროისა და სივრცის ის იდგა. მან გააჩინა რა ის შემოვიდა ისა და არ მიუტოვები ვართ და რასაც უყურებთ ახლა ხოლამაზი რაღაცა არის. არავინ არ მითხრას რომ არ მოწონს სიცოცხლე, არ მოწონს ეს. ვინ ნატურლობს სიკვდილს? ნატურლობს ყოველთვის ადამიანი, რომელიც ვერ ტკბება სიცოცხლით და უნდა რომ მოვკვდები და დავისვენებ. და არ არის ესე ადამიანის შექმნილი ესე 70 წლის ცხოვრებისათვის დატკბება ცხოვრებით არ დატკბება და მე გაქრება. მთელი ის აგებული ამაზე არის და ვინ-ვინ, მაგრამ ყველა მიმდინარეობები შეთანხმებულია იმაზე რომ სიკვდილის მერე ბიბლიაზე დაყრდნობილი კონფესიები არის სიცოცხლე. ამას რაც არ უნდა ერეტიკოსი იყოს ტიპი არ იძახის რომ იქით ცხოვრება არ არის. რაც არ უნდა ერეტიკოსი, მე რაც გადავხედე. ის მაშინ ბიბლიაზე აღარ იქნება. განსხვავება არის როგორ იქნება, რა მდგომარეობაში იქნება, ხორცი გვექნება, არ გვექნება, სამშვენელია, სულია. აი მაშინ არის თელი. ისა რასაც სწავლობს თეოლოგია, თეოლოგიური ლექსიკონებიც მაგიტომ არის შემუშავებული, სულიწმინდის დახმარებით და ღმერთმა გამოიყენა ეს ხალხი. წაეხმაროს იმ უსუსუს ადამიანს, გამიგე იმ საკვების მიღებაში, რომ არ ძალუც ისეთი საკვების მიღება და დამხმარე საშუალებები ჩანგლებით, კოვზებით, რასაც აკეთებს კომენტატორები, გვაწვდიან. ასე რომ ჩემო კარგებო, ჩავიხედოთ ამაში და ჩვენი რწმენა უნდა დავაახლოვოთ იესო ქრისტესთან, თავიდან ამოვიგდოთ ყოველნაირი ეჭვი იმისა, რომ მე დაწუნებული ვარ და ის მოწონებულია. ამ კრიტერიუმით უყურებდა ალბათ იზმაილი, ამ კრიტერიუმით უყურებდა კაენი და ასე ამ კრიტერიუმით უყურებდა ესავი. ისინი ამოდიოდნენ ყოფითი თავისი ემპირიული ცოდნისაგან. უყურებდნენ რომ დედას მოწონს ერთი, მამას მოწონს ერთი და ისინი უკვე გაუდგნენ. ეს ადამიანურ დონეზე ესია. ხო გითხარით, მშობელი ერთს დაიწუნებს, ხო სიტყვით ასეთი არ იწახის. მაგრამ საქმეში გადახედეთ, ყველა ოჯახში და ნახავთ ჯილაშვილს. რომელია ჯილა? არავინ არ ამტკიცოს რომ იცით რა არის? მე აბა დამიჭირეთ. ნებისმიერს დავიჭერ. მე ნებისმიერს ჯილაშვილი ვისაყავს, რაც არ უნდა მიმტკიცოს მან. მე ვიცნობდი ბევრ ოჯახებს ესეც და ამ თემითაც უყურებ ხოლმე მთელი რიგ საყვითელი ხელოვნება, ლიტერატურა, რაც საყვითელებაში ყველაფერი მოიაზრებ ჩემ ლექსიკონში, რაც ადამიანი ქმნის შემეცნების თვალსა ესთეტიკა იქნება, ეს კინოხელოვნება თუ რაღაც, საყვითი ხელოვნება ყველაფერი, რასაც ასახავს ადამიანი როგორც კრეატორი ჩვენ წინ მდებარე სამყაროს, ხომ? მე აი ამ მასალებს რო უყურებ, უფრო მიმტკიცდება რწმენა იმისა, რომ არავინ არ თქვას რომ ჯილა არ აყავს ვინმე, გამორჩეული. აი ადამიანს ახასიათებს გამორჩევა. ადამიანს შეუძლია გამოარჩიოს ერთი მეორისგან, ღმერთს არა. ღმერთმა როგორ შეიძლება გააჩინოს სამყარო, გააჩინოს ადამიანი ერთი ჯოჯოხეთისთვის, მეორე სამოთხისთვის. რაღაცა ჩენდა მაშინ. და მარტივად შეიძლება უთხრათ ასეთი რამე. ის ვით წინ და წინ იცი რომ ეს, თქვათ, არ მიიღებს შენ სამოთხეს და სიყვარულს, არ გააჩინო ესა. იმისთვისაც კარგი იქნება. მაგრამ მოდი ახლა იმ ადამიანს ვკითხოთ. აი ესეთ კითხვა დაუსვათ. შენ გელოდები ეს გინდა გაგაჩინო თუ არ გა? ყველა დათანხმდება იმას რომ გამაჩინეო. ძალიან ბევრმა იცის რომ ჯოჯოხეთში მიდის. რომელი უფრო მდგომარეობა მე ვიცი ერთი ცალი მხარე, აქ რო ვარ. ჯოჯოხეთში მე არა ვარ და ღმერთმა ჩვენი არ მოგვახედროს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და გარმოხვდეთ. წარმოდგენები მაქვს იმის შესახებ, რომ ჯოჯოხეთი აუტანელი მდგომარეობა, მაგრამ ჯოჯოხეთისთვის კი არ გააჩინა ღმერთმა ადამიანი. ჯოჯოხეთში შენ თვითონ მიდიხარ.
ადამი შეიქმნა არა ჯოჯოხეთში და არც იქნებოდა ის ჯოჯოხეთში. ჯოჯოხეთში არ წასულა. ადამი, ევა ჯოჯოხეთში არ არის. აბრაამი არ არის. ისააკი არ არის. ესე იგი ათულა საიდანო დაიწყო, იცი? ათულა დაიწყე ცოდვადაცემიდან. ასე რომ თავდაპირველად ღმერთს ესეთი არ შეუქმნია ადამიანი. შენი შენაკეთებ ამას. და ჯოჯოხეთისთვის არ არის განკუთვნილი ადამიანი. ამის დასტური არის ადამი. არ წასულა იგი ჯოჯოხეთში. აბელი არ წასულა ჯოჯოხეთში. მას შეცდომა რომ არ დაეშვა. ერთი რამე დავიმახსოვროთ. ეხლა ღმერთი კი არ ქმნის ჩვენ. ის მოდელი რაც ადამიანის სახით მოხდა ადამიანში ვიბადებით ჩვენ ცოდვილები. უკვე ადამიანში, ამიტომ არის საჭირო გამოსყიდვა. თუ შენ გამომსყიდველს მიიღებ ქრისტეს, აღდგენილი ხარ უფლებებში. და აღარ დააბრალო ღმერთს აღარაფერი. რა თქმა უნდა ადამიანისგან დეტერმინირება, ეს 100%-იანი ცოდვისგან. აბა განთავისუფლება რა არის ბიბლის ისა მთავარი თემა? განთავისუფლება რისგან? დეტერმინიზაციისგან, რისგან? რის რომელද ცოდვის? თავისუფლება ქრისტეშია, თავად იესო იძახის. მოდით და გაგანთავისუფლებთ. არავინ არ მიდის. ეს არის თელი უბედურება. მაგიტომაც თქვი, შესაქმე არის ერთ-ერთი გასაღები, ძირითადი ყველა იმ თეორიებისა მერე, რომ მე ახალ აღთქმაზე რუზის ხალხი. საერთაშორისო თელი თეორიები ახალ აღთქმიდან არის. ბიძგიმისსა პავლემ აი ამ ხალხს და გაუხსნა ზოგს პურის ჭამის კარიერები შეუქმნა და რა ვიცი, რამდენმა ხელი მოითბო, ეს მათ სინდისზე იყოს. რამდენი გზასაცდა, მაგრამ არ დავაბრალოთ არც კალვინს, არც არავის. მე ვერავის ვერაფერს ვერ დავაბრალებს. პასუხისგებელი მე ვარ ჩემი ყველა საქციელისა და აი აქ ჩვენ განცხადებული ყავს პირადად მე და თქვენ იესო ქრისტე. ჩვენ შეიცნობ იესო ქრისტეს. ჩვენ ხომ მუშაობთ ამ საკითხს. დამთავრებულია. პირადად ჩემთან ეს პრობლემა აღარ არის. შენ შეგიძლია თქვა რომ გამოგარჩია ღმერთმა. მაგრამ ისე კი არა რომ შენ საჩინო ხარ. გამორჩეული იმიტომ ხარ, რომ ქრისტე აღიარეს შენ. მორჩა და იმან ვინც ქრისტე არ აღიარა, აღარ არის გამორჩეული. ასე მარტივად გავიგოთ ეს, არ ჩავდოთ რა მეტაფიზიკური გაგებები, თორე დაგუპავს ეს ჩვენ. სატანა ხომ არის. ეს საკითხები ახლა ძალიან რთულია შორს გაგვიყვანს და თუ კარგად გინდათ მე ამას ჩახედვა, პარალელურად თუ გინდათ თქვენს დამატებით ის გაეცნოთ. არაფრის მომცემი კი არის, ახლა ამდენი რაღაცით დაიხუნძლოთ თუ გული მართლა არცემს ქრისტეს სიყვარული. გამოსავალი არის. ასე რომ ღმერთს ვეღარ დაადანაშაულებთ. რომ არ ყოფილიყო გამოსავალი, გეთანხმებით გამორჩევის სწორია, თეორია მართლა ძალიან ისეთი. მაგრამ გამოსავალი რო არის? ეს გამოსავალი არავის არ უნდა. ღმერთმა შექმნა რა სამყარო, გამოსავალიც არის გეგმაში. გამოსავალი არის მაცხოვარი იესო ქრისტე. აკიდე ადამიანი ახლა თვითონ არიღებს ამას და ახლა ძალით ხო არ გადაურიხავ ხელებს შეკაცო და ამიტომ იმის გამო რომ ახლა შენ ქრისტეს არიჩებ და ჯოჯოხეთში მიდიხარ, რატო გამაჩინე? ეს არ არის სწორი ახლა. ეს ახლა ვინ ვართ ჩვენ რომ ვეკამათოთ ღმერთს? ყველაფერი მისია, აბსოლუტურად ის არის გამგებელი და არანაირი უფლება არ აქვს შეეკამათოს. აბა შეეკამათეთ, აბა ჯარისკაცი შეეკამათოს გენერალს. სადოს აბა? აბა პრეზიდენტს ეკამათოს ვინმე. ან სამსახურში ვინც არის განწესებული უაზრო წინადადებასაც ისე ეშხებით იღებ, როგორც მარჩა. აქ კიდე ღმერთთან რაღა გადაეცემა ყველა და ერიან ბერიან, ყველა სვამს კითხებს გრანდიოზულს. იცით რა? ისევე მივიღოთ ეს რწმენით, როგორც თქვენ სამსახურის უფროსის მერწმენით, ბევრ სისულელეებს აქვს ადგილი, მაგრამ თელი ეშხებით იმ სამსახურში ხართ. ამიტომ არჩევანი მანდაცა გაქვს. ან გარჩე და მაგ დებილს ემსახურო, ან კიდე არ ემსახურო. მაგრამ დიდი უმრავლესობა დებილ პრეზიდენტს მაინც ემსახურება. მე კიდე პრეზიდენტი მყავს ჭკვიანი. ჯერ ნახეთ რა სამყარო შექმნა. აბა ნახეთ რა წუნი არ დაედება. მიუხედავად იმისა, რომ წარღვნა ნაკვალევი ჩანს დედამიწაზე. მაინც ლამაზი არის. აბა გადახედეთ მზე, რო ფიქრობ ამაზე. სინათლე, ამ თვარე, ადამიანები და მოლაპარაკე, ცხოველები, სილამაზე, ყვავილები. ყვავილთა იმაში ფლორა გაგაოცებს სილამაზე. როგორ იღვიძებს ყველაფერი ეს ყვავილი დღე, ღამე. როგორ მონაცვლეობს ეგ, რა სიჩქარეა, როგორ სტაბილურია. შემთხვევით რომ იყოს ეს მოწყდება ორბიტა სადღაც აგაგა ამოვარდებით აქიდან. კოლოსალური სიჩქარეა, ხომ? კოლოსალური სიჩქარე. 108,000 კმ/სთ-ში ამ სისწრაფით მიდის ორბიტაზე დედამიწა და ღერძის გარშემო 1600 კმ/სთ-ში. წარმოგიდგენიათ ეგ რა ვიცი თუ მათემატიკა განცდაში გაქვთ ეგ სიჩქარე? გვეტყობა რა მე? და არავის შიში არ აქვს რო დაწובה. და გემზე რო დაჯდები, თვითონ რო კანკალი სანამ ჩაფრინდებით, გული საგულეში აღარ არის. და ამ ხომალზე რო ვზივართ დედამიწაზე, რატო არ გაშინებთ? რატომ არ შეიძლება ესეზე ლაც და გაქრეს? მაგრამ ეშხით იძინებთ, იმიტომ რომ ჩალურსმულია და ჩაჭედილია ცოდვაში ადამიანი და არაფერზე აღარ ფიქრობს და როცა რაღაცა რაციონალურად ღმერთზე დაიწყებს, ეს პირველი რაც მოდის უკმაყოფილება. რატო გამაჩინე ესეთი? არჩევანი ესია, არჩევანი ისია, მაინც არა ვარ არჩეული. სხვათა შორის გამორჩევის თეორია აწყობს ვიგინდარებს, მაინც არა ვარ არჩეული და ეს მაინც შევერგოს რა. ჭამოთ და სხვათ ამის მაინც არაფერი არ იქნება. ჯოჯოხეთია თუ რაღაც იყოს. ძალიან ბევრს ესეთი თეორია აქვს.
ასე რომ ეს არაფრის მომცემული პრაქტიკაში თეორიაც არ არის. ეს კარგს არაფერს არ უქადის ადამიანს. ხო, არც აქ, არც იქ. ასე ჯობია რომ ჩვენ ღმერთს დაუჯეროთ და მისი აბსოლუტურ გონებაში ჩვენი ადგილი არის საუკეთესო. ჩვენ ის უნდა გვიჯეროდეს გვწამდეს და ჩვენ მივალთ მასთან და ნუ გონიათ რომ ესავი დაწუნებულია. ესავი დაწუნებული არის მემკვიდრეობაში. მაგის ხაზიდან არ გამოვა იესო ქრისტე. მაგრამ ესავი სად არის? ეს მოდი ღმერთს მეკოდა. ჯოჯოხეთში ნამდვილად არ არის, არ წერია. ეს უბრალოდ იმ ბიბლიის სხვა წიგნია. ეს ხო, რაზეა წიგნი? ქრისტეზეა. ქრისტეზეა წიგნი, რათა იწამო რო ღმერთია. თავარი იწამო რო ღმერთია და მე ღმერთთან შენ ცხოვრება დაიწყო, თორე ესავი ცხოვრებას გამოვეკიდო მე ახლა და იმებს. ესავი მან არ იყო მემკვიდრე. მაგრამ იყო დალოცვილი და რა ვიცი, ეგრო იყო დალოცვილი, ისინი და თქვენ იყო დალოცვილი, ქვეყანა შთამომავლობა ყავდა და კარგად იჭამა, სვა იგრიელად ახლა. როგორ მოკვდა? ეს მარტო ესამა და ღმერთმა იცის. და იქნებ თქვენი გაუნათდა თქვენი ცით. ავერ ისააკი სიბერეში გამოჭუկდა და მაინც შეწყალებული იქნა ღმერთის მიერ. ასე რომ მემკვიდრეობაზეა ლაპარაკი, რომელზე ქრისტეს საიდან უნდა მოვიდეს. ჩვენ ქრისტეს უყურებთ. ბიბლიაში არის თუ არა ეს ღმერთი თუ არის ტყუილი ეს. ამიტომ იძახის ქრისტე თქვენ იკვლევთ და სწავლობთ წერილებს და გონიათ მანდიდან გაგთხსნა, არა, ეს წერილები ჩემზეაო. ასე მიმართავს იოანესთან იესო ქრისტე თანამედროვე ქართულით რო თარგმნო. თქვენ კითხულობთ, რომ შვება გქონდეთ თუ ამ წიგნებიდანო, ეს წიგნი ჩემზეა დაწერილიო. ეს იესოს სიტყვებია. და თუ გჯერა, მაშინ დაიჯერე ის რომ გადარჩენილი ხარ და ამით დაიწყე ცხოვრება. და არც იფიქრო გამორჩება გადარჩევაზე და ჯოჯოხეთზე. გადარჩენილი ხარ და ვინც გადაგარჩინა კვირაში ერთხელ ითანამშრომლო მასთან, ის იყვავლო, რა ჯობია მაგას. ვინც გადაგარჩინა, ის იმასთან უნდა ვიყოთ, მის შექმნილ სამყაროსთან. ბუნებაში რო გახვალ, როგორც ურნას, ბუნებას ისე ნუუყურებ. მოეფერო ხეს, სილამაზიე, შენთვის რო არის, მადლობა ღმერთს რომ ჩრდილია. ჩვენთვის დედამიწა არის სახლი. ეხლა თქვენ საკუთარ სახლში, ყველა გაპიწყინებული რო არის და თუ რამე აირევა, დიასახლისი ჯოხით რო დაგდებთ. ეს დედამიწა რატომ გონიათ რომ ეს ურნა არის? ძალიან ბევრს განცდა აქვს რომ ეს არის სანაგვე. ეს უკვე შეგნება არ არის ქრისტიანული. ქრისტიანმა კაცი უფრთხილდება კიბეს, სახლს, სადაც ცხოვრობს. მან აღარ იცის ჩემია, შენია, ეს ჩვენია ყველასი, გამიგეთ? ზე ვიფიქროთ, მუდამ ჯობია, ვიდრე თეოლოგიურ გამორჩევის თეორიებზე არაფრის მომცემს ჩვენ მივყავართ სად პავლე გვეუბნება კონფლიქტებამდე. არ დაიწყოთ ბევრი კამათიო. ერთი შეგონების მერე მიატოვე. ამიტომ აპრიორი ღმერთი კეთილია. აპრიორი ღმერთი ბრძენია. აპრიორი ღმერთი ყველგან არსებულია. აპრიორი ღმერთი არის პიროვნება, სუბიექტი. და ასეთი პიროვნება რო ქმნის, თან დააყოლებს ეს რამეს. აი, ჩემი ხატი და ჩემი სახე. ამის მერე შეგიძლია უნდა სუთხერო, რატო გამომარჩიეო? მე მგონი არ არის სწორი. ეს არის ცოდვად დაცემული ადამიანები და აიყო ორ ტიპად და ცოდვილი ადამიანები ჩხაპნიან სისულელეებს და გამორჩევის თეორია ეკუთვნის არა სულიწმიდას, არამედ ცოდვად დაცემულ ადამიანს თეოლოგს, რომელსაც პასუხი მოეთხოვება მე იქა მე რა ჩემი განსაკითხია ესა. მე კი ბიბლიით ვისარგებლებ და ბიბლიაში ყოველთვის არის ღმერთი როგორც ცენტრი. ქრისტე როგორც ცენტრი, ქრისტოცენტრული. შესაქმეც გასაღებთა გასაღები არის ბიბლიისა, განსაკუთრებით პირველი 11 თავი. და ყოველთვის როცა კითხვა დაისმის, მე ყოველთვის წაგიყვანთ პირველ თავში. პირველი ორი თავი. იქ ჯოჯოხეთი იყო? სამყარო შეიქმნა, ადამიანი შეიქმნა, მაგრამ არ განაწესა ღმერთმა პროექტი იდო ასეთი. და გამოსავალიც იყო, მან იცოდა რომ ცოდვას დაიწყდა ადამიანი. მან იცოდა რომ ცოდვა დაცემის შედეგად იმის გამო რომ ადამიანი უკვდავია და ღმერთმა შექმნა ადამიანი უკვდავად და არა მოკვდავად. ეს ერთ-ერთი სახეც გვაახლოებს ჩვენ უკვდავ ღმერთთან. ეს დიდი პატივისცემა არის და ის თეორიები, რომელიც ჩვენ გავქრებით და აღარ ვიქნებით, ეს არის სისულელე თეორიები. გამქრალ ადამიანს აღარ მოიკითხება მაშინ აქაური არანორმალური ცხოვრება და არაეთიკური ცხოვრება. და რატომ არის გამახვილებული ყველა სახელმწიფოში ეთიკაზე ამდენი ყურადღება? რატო? თუ გაქრებით რაღაცა საჭიროა ახლა როგორ მოიქცემი აქა? აქ დარეგულირებისთვის მინდა რა? ეთიკა სწორედ იმიტომ არის რაღაცა კიდე არის განსახილველი და რაღაცა უნდა არის დაფარული, რომელიც მე არ გამოცხადდეს. ასე რომ ადამიანი არის უკვდავი და უკვდავი ადამიანი ჯოჯოხეთში რო წავა, ღმერთის მიერ კი არ იქნება შედენილი იქა. თავითონ იწყებს ადამიანი არჩევას და დაგამშვიდებთ ჯოჯოხეთში მოთავსებული ადამიანი არასოდეს ღმერთის მოჯაყი იქ აღარ იქნება. იმიტომ რომ იტყვის რომ რაც დავაშავე, მე თვითონ დავაშავე. ის ერთი გრამი ის არ ექნება რომ იცი რა, მე გამორჩევის გამო მოხდი აქ. აი, ჯოჯოხეთში გაიგებენ რომ ისეც გადარჩენილი იყო, მაგრამ მან ვარი თქვა გადარჩენაზე და ღორულ ბუნებას გაყვა და ღორულ უკვდავებას ეზიარა ჯოჯოხეთი რო ქვია. ამიტომ ტანჯვა რა არის? უღმერთოდ ყოფნა იქნება ის და შეიძლება ვიღაცას აწყობდეს უღმერთოდ ცხოვრება, როგორც დღეს ძალიან ბევრი უღმერთოდ ცხოვრობს.
ასე რომ ჯოჯოხეთი უღმერთო ცხოვრებაა და დანარჩენი ფანტაზიები ისე იტანჯებიან, ასე იტანჯებიან ჩვენ არ ვიცით. ერთი სიტყვა ქრისტეს რაც ცეცხლში დაიწვევიან და ესეც იმ ტერმინებით არის დღევანდელი ტერმინი. მე არ ვიცი როგორ არის ადამიანი იქ იტანჯება კვნესის, არ ვიცი მე ესა. ყოფიერება არის ის მხოლოდ ღმერთის გარეშე. ერთი კი ვიცი, ღმერთის გარეშე ყოფიერება არის სისულელი, იმიტომ რომ იქ გაბატონდება სხვა. იქ ან ადამიანი გაბატონდება და იქ სატანაა მერე და იქნება დაჩაგვრა ერთი მეორეს დაჩაგრავს, მაგრამ ყველა ცუდად იქნება. ღმერთის გარეშე ბედნიერება არ არის და ღმერთის გარეშე სიტყვებას ვერ შეიცნობთ. ღმერთის გარეშე მდიდარი არის უბედური, მაგრამ ღმერთთან ვინც არის მდიდარი, ის ყბება სიმდიდრითაც, ყველაფრითაც. უღმერთო მდიდარი მთელი დღე იტანჯება რა. მას სიმდიდრე არ ახარებს. სუშიშებშია. ასე რომ მეგობრებო, ეს უდიდესი სიმდიდრე არის. ღმერთი და ახლა ვეკამათოთ იმის გამო რომ იცი რა, ჯოჯოხეთი არის, მე იწავა აქა. იმან ნათლად გითხრა რა, არის გამოსავალიც. გამოსავალი აბატონო, იესო ქრისტე. მოდით ჩემთან, დაბრუნდით. შეცდომა დააუშვა. ადამმა გამოასწორა ღმერთმა. ღმერთს კი არ დაუშვია შეცდომა. ადამმა დაუშვა შეცდომა, გამოასწორა ღმერთმა. ახლა კი ვინც გამოასწორა, იმას გავყვეთ და რაღა იმ ადამიანს გავყვეთ ისე დეტერმინირებული ცოდვაც. არის იცით რომ ცოდვა დეტერმინირებული არის და მონავართ სანამ ქრისტე ჩვენთან არ შემოვა, ჩვენ ცოდვის მონები ვარ და მეც შევცდებოდი ადამიანის ადგილს. ამაგაზია ლაპარაკი და არა კონკრეტული ადამი და რაღა დავაშავე. არა, ადამიანში ჩვენ მოვიაზრებოთ, ეს საიდუმლოება არის და ჩვენი გონება ამას ვერ ახსნეს მეთქე, გავთქვით ჩვენ. მეც მინდა ბევრი რამე გავიგო. მეც ბევრი რამე არ მაკმაყოფილებს გაუგებრობის თვალსაზრისით, მაგრამ მე საზღვრებში ვრჩები და ველოდები, როცა იქნება გამაგევინებს და რაც გავიგე, მე მინდა ეს კარგად დავამუშაო. და არ მინდა გავასწრო მოვლენებს და ყალბი ცოდნები. მეც მაინტერესებს, აი რა მოხდა იქა, როგორ იყო. ამით მე გავერთობი და ეს მაგსაც ეგარ უნდა. ამიტომ მე აპრიორი ბრუნდები, არა, ღმერთს არა. ღმერთმა ეს იცის, მე არ ვიცი. მე შეზღუდული გონება ვარ. რაც მომაწოდა და რაც საჩინო იმას ავყვები. მე არ ვიცი როგორ შევცდი მე ადამიანში, მაგრამ რწმენად ღმერთი მეუნება ადამიანში ყველა მწოდეთ. ესე იგი, ადამიანში მოვიაზრებოდით ჩვენ. აი გენეტიკურად ადამი არ უნდა შემცდარიყო? კი არა. მეც როგორც აკი სახელი ადამიანს ქვია ადამახ მიწიდან აღებული, კონკრეტული ერთი ადამიანის სახელი კი არ არის, ეს არის განზოგადოებული კაცობრიობის სახელი არის. ეს კრებითი სახელია ადამახი, მიწიდან აღებული ვართ. მე, შენ, ადამი, სულ ყველა. მე მიწიდან, აი მასალა და ღმერთის სულით სიარულით აწყებული და მოლაპარაკე. და პირველი კომუნიკაცია ღმერთთან ხდება. ამიტომ ჩვენ ადამიანში ვწოდეთ და ცოდვისა გამო მეორე ცოდვა არ ჩავიდინოთ, ქრისტეზე ვარია ვთქვათ. რაკიღა ჩვენ ცოდეთ ადამიანში და ადამმა ეს შეიგონო, ასევე ჩვენ შევიგონოთ. ეხლა მე ის ვიცი რომ ადამიანში ვწოდე, ასევე ვიცი რწმენით რომ ადამმა თუ იწამა იესო, მეც ვიწამებ იესოს. ადამიანში სიკვდილი, ქრისტეში სიცოცხლე. ადამი რწმენაში ქრისტეს მოლოდინში მოკვდა და გაცოცხლდა, მე კიდე უკვე მოწამე ვარ ქრისტეს მოსვლისა, მეც ვიწამებ იესოს და ცოცხლდები. ძალიან მარტივია, რა თქმა უნდა, ბევრი ამბები. მე არჩევანი მაქვს, თქვენც აგ არჩევანი და მოცემულია საგანი. მაღაზიაში შევდივართ ხომ და უამრავი ნივთებია. თავის ნებაზე რომ მიუშვა ადამიანი, შეიძლება ვერ მიაგნოს მაღალ ხარისხში აყვანილ ნივთს. იქ არის დაბალი, მაღალი და ფასებიც განაწილებული. ბევრმა კი არის ისე. როგორ აგნებს ადამიანი ხარისხიან ნივთს? გეტყვი, ბოგანო იცი როგორ გამოდის ფასით. ბევრი ფული რო აქვს. აი რომელიც ძვირია ის კარგია. ამან ბევრი რამე შეცვალა სამყაროში. ასე რომ მეგობრებო, თავის გამართლებას არ უნდა მივყოთ ჩვენ. მე მოწოდებული იმიტომ კი არა ვარ, რომ დაბადებიდან მომიწოდა ღმერთმა ასეთი. დაბადებიდან მე ცოდვაში ვიყავი და მე კარგი 30 წლის მანძილზე არ ვიყავი მე ღმერთთან. აი მე რომ აკუნიდან ყოფილიყავი ესე პირველი წელი, მეორე წელი, მესამე გეთანხმებით. მოწოდებული ვიყავი, მაგრამ ჩემი ცხოვრების ისტორიიდან მე ნახევარი ცხოვრება სისულელეში გავატარე. ათეიზმში, ნაციონალიზმში და ვინმეს რო ეთქვა, ქრისტიანისო მეტყოდე, გიჟი ხომ არა ხარ შენ. მაგრამ მე მოხდა რაღაცა არ ვიცი როგორ და რანაირად დავფიქრდი, ავწონე და აი. ესე იგი, პირველი 30 წელი თუ 40 წელი არ ვიყავი მოწოდებული და მე რა გავხდი მოწოდებული? მოწოდებული SMS-ის თუ ეს წინასწარ თავიდანვე დაბადებიდან ესე ხარ. მაგრამ სადღაც რო შემოტრიალდი, ეგ სწორედ მონანიებაა და მეტანოია. ეს ყველა შეუძლია. თქვენც ამ ეტაპზე თუ განიცდით იმას, რომ მოწოდებული არ ხართ, მე ეჭვმეპარება მაგისი, ხო, იმიტომ რომ იღა კითხულობ და ბიბლიასთან ხართ, ესე იგი იმწავითვე ეს არჩევანი გაქვთ. არ მიატოვოთ უბრალოდ. და თუ არ არის ვინმე ასეთი, შეიძლება სიცოცხლის გასაყარზე მოტრიალდეს. ბოლო 10 წლის მერე. ბოლოში 5 წლის მერე. 1 საათის შემდეგ. ეგაც შესაძლებელია. 1 წუთის მერე, თქვა გარდაცვალებამდე 1 წუთში მოტრიალდეთ ისე რომ თელი დღე თეოლოგი, თელი წელი თეოლოგებდეს და ის ღმერთთან არ იყოს. ასე რომ საკვირველია საქმეები ღმერთისა და მაგაში ჩვენ ვერ გავერკვევით. ერთი კი ვიცით რომ თავის მოყვარულს არ მიატოვებს.
გიყვარს ღმერთი? არ მიგატყევს. ამიტომ სიყვარული ეს თვისება ღმერთის არის და არა ადამიანისა. ტრაგედია მაშინ მოხდა, როცა ეს გრძნობა ადამიანზე გადავიტანეთ. ღმერთი უნდა გიყვარდეს და მე იქიდან უნდა ნაწილდებოდეს ყველა ის იმის თვალით, ყველას დაინახავთ, გამიგე და აღარ ჩავარდებით იმ დღეში, რომ იდეალური ქორწინების პირობა არ აღმოჩნდეს ქალი ბრმა და კაცი ყრუ. გამიგეთ? ქრისტიანისთვის ესე არ არის. ესე იგი, ერთ ჯამში არავინ არ არის მოთავსებული. კონკრეტულად რო იყოს სახელები, რომ რევაზ ბაქრაძე გადარჩა. ეგ გეთანხმები, მანდ არ არის კონკრეტულად, ზოგადად არის, ზოგადი კრებითად ვიღაცა გადარჩება, ვიღაცა არა. ეს გამორიცხავს დეტერმინიზაციას როგორც პიროვნულისას. ამიტომ როცა წერია ვიღაცა, მე არ მოხვდები იმ ვიღაცაში, ჩემზეც არის დამოკიდებული არჩევანზე. როცა უკვე წინ ინსტიტუტში განაწილებულია ადგილები, ჩემს კონკურსში მონაწილეობას რა აზრი აქვს. როცა ჩაწყობა არ არის და ვიღაცა მოხვდება და ვიღაცა არა, ეს მაძლევს მე შანსს რომ მოხვდე. თუ მე გამოვამჟღავნებ უნარს და ნიჭს. ხო ეგრეა? ასე რომ წინასწარ განსაზღვრება მანდ გამორიცხული არის. ეს როცა ჩაწყობა არის, რაც არ უნდა თავი ვამტრიო, გამიგე? მე მაინც იმ თავითვე, რაც არ უნდა ვისწავლო ინსტიტუტში, გამოცდებით მე მაინც იმ თავითვე არა ვარ არჩეული. ლექტორმა მე დამიწუნა. სხვა იყვანა. ესე რადო უყურებთ ბიბლიას? ლექტორი კი არ არის და უნივერსიტეტი კი არ არის სათასაფებელი. ღმერთმა თქვა რომ აი არის რაღაცა გარკვეული კოთა არც ის არის მოცემული მეგობრებო რო იცოდეთ რომ ამდენი და ამდენი რიცხვით იქნება ჯოჯოხეთში ან ამდენი და ამდენი რიცხვი იქნება სამოთხეში. ეს მაგარი რამეა, არც კონკრეტული სახელებია და არც ის არის ყოვლის შემძლე ღმერთს. ეგ რატო გამოეპარებოდა? თუ არჩევანი იმთავითვე არჩევანი იგულისხმება ის რომ წინდაწინ ეს არის, მაშინ გვარსაც გვეტყოდა და დამთავრდებოდა ამდენი წილაბდობილა. მეც იმთავითვე ესე იგი გამორჩეული ვარ და არჩევანიც აღარ დამჭირდება იმთავითვე მირჩია ღმერთმა რაღაცე ვისწავლო ბიბლია. ამაში მავნე თეორიაც არის ეს. ესე იგი პრაქტიკულად უსარგებლოა ეს თეორია. აქ მიწაზე გამოსაყენებლადაც არ არის კარგი. სხვას რო თავი დავანებოთ. ჯერ ერთი იმთავით უკვე ქრისტიანული თვალსაზრისით მიუღებელია. და პრაქტიკულადაც არაფერში არ მადგება ეს. ეხლა მის პრაქტიკული იმაზე დაუშვათ მივიღეთ ეგა. რაში გაწყობს ეს თეორია შენ? რა კრიტერიუმით სარგებლობს გამორჩევის თეორიის პატრონი? რა ყიღა ქრისტეს აღიარებ, გამორჩეული ხარ. ხო შეიძლება ქრისტეს აღიარო და იყო ცრუ, იმიტომ რომ ბევრი მოდივა მოვა ქრისტეს სახელით, დღე-დაღამი ილაპარაკებს, მაგრამ მე არ მივიღებო იესო იძახის. პრაქტიკული თვალსაზრისით ვლაპარაკობ მე. რაში გამოიყენებ შენ მაგალითად ამ დოქტრინას, რომ აი შენ მაგალითად ამორჩევ. ეხლა მე კონკრეტულ კითხვას დავსვამ. შენ გამორჩეული ხარ? მე მაინტერესებს. და ახლა მე გადავსვამ კითხვას. შენ თუ გამორჩეული ხარ და შენ ეს გესმის ესები და დაუშვათ რომ ამ თეორიდან მელაპარაკები. კითხვა დამისვი ახლა მე თუ არ გამორჩეული. მე გამორჩეული ვარ, შენ როგორ იტყვი? როგორ რა კრიტერიუმით მაფასებ მე შენ? ასე რომ აქ ლოგიკურ ოპერაციებში გადავარდებით ჩვენ. და არაფრის მომცემი არის მეთქი ეს ვიძახი ამას. რო გავამარტივოთ საკითხი, გავაუბრალოთ უფრო კარგი იქნება რამე თუ ღმერთი არის არა ბუნდოვანება, არამედ სინათლე. სიმკაფიო და ძალიან ისეთი რთულის მარტივად მოწოდების ისეც არის ბიბლია. და მე ძალიან ადვილად გებულობ თელ რიგ რაღაცეებს. აკი გითხარით დაბადებიდან მე ესე არ ყოფილი ვარ და არც ბევრი არ ყოფილა. ავაზაკით დაბადებიდან არ იყო, თვითონ არ იცოდა. ღმერთმა იცოდა ეს, იმიტომ რომ წინასწარ მხედველი არის ღმერთმა წინ და წინ იცის ვინ მიიღებს მას და ვინ არა. ამიტომ მოდი ლოგიკა ასე შევატრიალოთ. ღმერთმა იცის წინ და წინ ვინ მივა მასთან. თუ ეს გამორჩევის თეორია ამას მივიღებ მე. მაგრამ ის თქვათ რომ ამიტომ ადამიანმა მე გამომარჩია იმის გამო რომ მე ვარ არჩეული და შენ არ ეს სწორი არ არის. აი ღმერთმა იმიტომ რომ ღმერთია წინ და წინ იცის ვინ მივა მასთან და ვინ არა. და ესეც მას დიდათ არ უნდა ახარებდეს ხო სიტყვაზე ვიძახი. ეს თვისებები მას ისეთ დონეზე არ აქვს როგორც ჩვენ ადამიანს სიხარულები და რაღაცეები სხვანაირ გვაქვს არ ვიცით როგორი აქვს ხო ის თვისებები ბიბლიდან არის აღებული ამაზედაც ეს არ ანაღულებს იმიტომ რომ სამყაროს შემოქმედი ეგ არის ოსტატია ეგა ასე რომ მაგიც ნუ გადარდებ ვინ წავა ჯოჯოხეთში და ვინ არა ამას არ აქვს მნიშვნელობა და არანაირად მე არ ვიდარდებ იმაზე რომ ჩემი საყვარელი ადამიანი თქვათ მეუღლე იქნება თუ მეგობარი თუ შვილი იქ აღმოჩნდება რამე თუ მე ეს აღარ მეცოდინება ისევე როგორც არ მახსოვს მე 9 თვე დედის საშუში რო ვიყავი და მანამდე სად ვიყავი. მე არაფერი არ ვიცი ეს მე. ხო ვიყავი კარგად. ის 9 თვე დედის საშუში რა ცუდ ვიყავი შენ? განიცდიდი რამეს? ასე რომ მე არ მაწუხებს მე პრობლემა. არჩევანი მაქვს, მე შემიძლია ინფორმაციის მოწოდება რომ მომაწოდეს ინფორმაცია, ავირჩიოს მივიღო ჩემს სახსნელად, ან ჩემ დასაუპავად. მე ავირჩიე ეს რაც მოვიდა დოქტრინა ჩემს სახსნელად, სხვა ირჩევს ამას დასაუპავად. შევრიგდეთ ამ საკითხზე. რატომ ამას წილადობილა? ადამიანი თვითონ ირჩევს ამას. არჩევა ნებელობა. ნება აქვს ასეთი ადამიანს. ასეთი ნატურა აქვს მას. ცოდვის ნატურაა ეს და ამის გაცნობიერება არ უნდა. ადამიანი განსხვავდება ცხოველისგან იმით, რომ მას თავისუფლება აქვს არა აბსოლუტური,
არამედ თავისუფლების რაღაცა რისია ეს თავისუფლება, მას შეუძლია სიკეთესა და ბოროტება შორის აირჩიოს. რაც არ შეუძლია მაგალითად ცხოველს. ცხოველს არ შეუძლია, ერთი იგავი ცხვარი, ეზოპე და ნასესხები, რომელსაც ხშირად იმეორებენ. მორიელი კუს რო შეაზრდა და წყალში რო გაეყვანა, რომ გადაერჩინა. იმ შვაიმაში რო გავიდა იმ პირობით რომ არაფერი არ მოგივა, არ გიკბენო, მაინც დაარღვია მაგან და უკმენა და ჩაიძირენ და რატო გააკეთესო, ჩემი ნატურა ასეთიო, მორიელმა უთხრა. ესეთი არ არის ადამიანი. ჩვენი ნატურა არ არის დეტერმინირებული ამით. ჩვენ გვაქვს არჩევანი და არჩევანი მოვიდა რომ ცოდვა თუ შეიმეცნე, პირველი ამოცანა ეგ არის და ცოდვის შემეცნება ძალიან ადვილია. ირგვლივ არის ტანჩვა. ჯერ ერთი ცოდვის შედეგი სიკვდილია. ბოლო-ბოლო თეორიები რა საჭიროა? სიბერეს სახეზია. ხუნა დაგაფიქრო სამანო, რატო ბერდები? ხუნა დაგაფიქრო სამან, რატო კუტები? ამ ფიქრით სად მივდივართ მე? რატო ვიბერდები? რაღაცა ხარვეზი მაქვს. და ახლა ვცდილობ გაიგო მეცნიერები და ეს დეფექტი საიდან შემოვიდა. და ერთადერთი წიგნი არის რომელიც იხილავს დეფექტის წყაროს, საიდან შემოვიდა. აი ამასთან მივდივარ და გამოსავალიც ვნახე და დავდექი. თუ ეს გამორჩევის თეორია მე გამორჩეული ვარ. გამიგეთ? ასევე თქვენც. მე გეუბნები, მე როგორ უყურებ, მე გაგაცანი ჩემი რწმენა, რომელიც თანხმობაში არის ჩემს მიწიერ ცხოვრებასთან და დიდად გახარებული ახლა ამ მიწიერ ცხოვრებით მე არა ვარ. მაგრამ მე ვიცი რომ ტყბობა აქვს რაღაცა ხიბლი აქვს და ვცდილობ იმ სილამაზესთან ახლოს მივიდე. მე ვცდილობ ისეთ ადამიანებთან ვიმეგობრო, რომლებიც იცი სიმშვიდე, სიყვარული და მეგობრობა შემოაქვს და გავერიდო ისეც, ვინც ცუდი აზრების შემოაქვს. ძალიან მარტივია რა ეს და დანარჩენს დაველოდები ახლა ჩემამდე სამყარო დიდი ხანი იყო შექმნილი, ჩემამდე უამრავი თაობა წავიდა, გადახედეთ, საიდან იწყება ისა რეალური ისენი. ჩვენით შემოვედით ახლა სიდამპლის ეპოქაში შემოვედით ჩვენ. ასე რომ მე დამხვდა დედამიწა ასეთი და არ მომწონს მე დედამიწა ასეთი და არ მომწონს მასში დასახლებული უდიდესი უმრავლეობა და არ მომწონს მე ჩემი თავი, იმიტომ რომ პრობლემები მაქვს, იმიტომ რომ ვერდები, იმიტომ რომ კვდები, იმიტომ რომ ავადდები, იმიტომ რომ ვიტანჯები. მე არ მომწონს ეს ყოფიერება. ამიტომ დავიწყე ძებნა არის თუ არა გამოსავალი. გამოსავალიც ყოფილა. იმ გამოსავალთან მივედი და ეგ არის არჩევანი. გამორჩეული ვარ, რამე თუ ავირჩიე. სიტყვა გამორჩევას მე დაუკავშირებ არჩევას. არჩევნის თავისუფლებით მე გამორჩეული ვარ. ეს თემა ჩემთვის სასიცოცხლო არის და არა გასართობი. და თორც თქვენს ასეთ თემებზე მეტად სერიოზულობა გმართებს და არა თაგართობა. გართობით სხვა დრო ავირჩიოთ, ჩვენ უნდა მოვიგოთ რამე რწმენაში და ჩაუღრმავდეთ ან დაავფიქრდეთ, არ ვიცით ხელ ახლა დავიწყოთ აშენება. ბევრი ხალხი გადავიდა ამ რწმენით რომ რაც აქ ვერ გავიგეთ, იქ გაგვაგებინებს. მეც მივდევ მათ ყვალდაყვალ. ბევრი რამე არის შეუმეცნებელი ჩემს მიერ და რწმენის სფეროც, იმიტომ ავირჩიე მე. რაც გასაგებია ხოლმე სადაც ჩამოვასხამ ჩემ გონებაში, მაგრამ აი ბევრი რამე გაუგებარი, აი როგორ ხდება ერთი, მეორე რაც ითქვა, როგორ მოხდა რომ აი სარას იმას შვილი გაუჩნდა, ერთი სიტყვა სასწავლე, ესეც არ მესმის როგორ ხდება ჩარევა, მაგრამ რაღაცა არის, აი რაღაცას გრძნობ. აი ეს კარგია რომ გაცოცხლდა გრძნობა. აი სულიერი მაჯისცემა და სულიერი გული ფეთქვა დაიწყო. ხორცელ გულთან პარალელურად. გამიგეთ? ეს ქრისტეს დამსახურება არის, სული წმინდის დამსახურებაა და ეს არ არის ფანტაზია. არანაირად არ იფიქროთ, რომ მე ვარ გამორჩეული. ასე რომ იმთავით ეს სატანიდან უნდა იყოს მოწოდებული და არ შეგვაშინოს სიტყვა სატანა, ეს არ არის ფიგურალურად ჩემს მიერ ნასროლი, სატანა არის სუბიექტი, სატანის აზროვნებაც უნდა ვიცოდეთ, როგორ აზროვნებს ის და ის ყოველთვის ამახინჯებს ჭეშმარიტებას მოწოდებულს ღმერთიდან. იგი უკუღმართ აზროვნებს. ერთ-ერთი ნიმუში უკუღმა აზროვნებისა ეს არის სატანის მიერ მოწოდებული, რომ შენ არჩეული არ ახარ. აი ეს არჩეულია. ამისი დასკვნა. აი ნახე რამდენ სწავლობს და აი ნახე ის არ სწავლობს და მოწოდებულია. ასე რომ შენ ჩაგაქნევინებს ხელს. იმას ვერაფერი ვერ დააკლო. ამიტომ არა, ფურიაში მაქვს როგორც მართლმადიდებლები ტყვიან. შენ თუზეც გაეკრა ჯვარზე და მოწოდებული შენ სახარ და შეიძლება უფრო მეტად ვიდრე მე. უფრო მეტად შეიძლება შენ გაგაკეთებინო საქმე ვიდრე მე. უფრო მეტად შენ ადამიანებს გააგებინო და სახარება მიაწვდინო ვიდრე მე. ასე რომ ეგ იმედი თუ არა გადარწმენა როგორ ცხოვრობ მატერიალურ სამყაროში, რამდენი რამე გაკალია. ასე რომ კარგად ჩაეჭიდეთ იესო ქრისტეს, ეგ არის ჩვენი ხსნელი. ჰაერი მაგით აგვაქვს ჩვენ და წყალი დაბინძურებულია ჰაერი, მაგრამ მაინც ეგ მოდის და თავისებურად წმინდავს რაღაცას და იცის რომ ამდენი საწამლავი რო არ მიიღო, რაღაც სასწაულით ის ფილტრავს იმ ჰაერს, რომელიც მოწამლულია ცოდვილი ადამიანის, ბიზნესმენი ადამიანების მიერ, ასევე იმ საჭმელს, რომელიც კრეტინმა ქიმიკოს დიეტისტებმა შემოგთავაზეს გენური ყველაფერი, აი ამაშიდაც ხდება ის რომ დაბინძურებულს ვიღებთ ყველაფერს. ამიტომ იმ წმენით, როცა მე ვიახლები ამ დაბინძურებულ იმას, სასწაულს ახდენს და წმინდავს. მე ეს მჯერად ახლა არა მაგ უფლება დამტოვოთ ჩემ წმენაში, მე მგონი კი